უბლოკო სტატუსი თუ ქვეყნის საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ ზესტაფონში მოქმედი პოლიტიკური სუბიექტები და რა მოსაზრებები აქვთ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებასთან დაკავშირებით. როგორ უნდა გაატარონ მორწმუნეებმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებული ორკვირიანი მარხვა, რომელიც მეორე დღეა დაიწყო. სოფლის გუნდები მინიფეხბურთში შეჯიბრისთვის ემზადებიან, ყველა მათგანი სპორტული ინვენტარი დახჭურვილია, ახლა ჯერ იმათ ოსტატობაზია, რა პრიზები ელოდებათ გამარჯვებულებს. უნდა იყოს თუ არა საქართველოს უბლოკო ქვეყანა და როგორი უნდა იყოს მისი განვითარების პერსპექტივა. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საქართველოს ეგრეთ წოდებული უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის წინადადება ასევე საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალისწინებს. მისი მიხედვით კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სპექტრმა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი შეკრიბა. სახელმწიფოს უბლოკო სტატუსი, ანუ ნეიტრალიტეტს პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი არ არის ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში. დამოუკიდებლობის წლებში მე 1918-21 წლის სახელმწიფო მოხდელობაში მაშინაც იყო ამაზე საუბარი კონსტიტუციაშიც, მაგრამ ნეიტრალიტეტი ვერ გახდა მაშინ ჩვენი დამცავი მექანიზმი და ვფიქრობ, რომ დღესაც ისეთი რეალობა არის შექმნილი საერთო შეერთო ურთიერთობებში, რომ ნეიტრალიტეტი დღესაც არ არის ჩვენი ხსნა. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ იყოს სრულად დამოუკიდებელი შენი პოლიტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი ქონდეს დამოუკიდებელი, მაგრამ დღევანდელი რეალური სიტუაცია ამას არ ითვალისწინებს. ამიტომ ჩვენ უნდა გვყავდეს ერთგული მხარდამჭერი, ეს ერთგული მხარდამჭერი არის ევროპა, თუმცა აქვე ვამოვდა ვაფიქსირებ. ჩვენ აუცილებლად ევროპამაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და აუცილებლად საერთო ენა უნდა გამონახოთ რუსეთთან. ჩვენ მოქალაქეები ვიყოს სხვაზე დამოუკიდებლად ცხოვრობდეთ და ჩვენ საქმეს ვყიდავდეთ, ჩვენ სხვა არავინ არ უნდა ვყიდავდეთ ჩვენ საქმეს. ეს არის ჩემი აზრი. მე ევროპელი ვარ და ევროპისკენ არის ჩემი მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ამას ჩემ თავსაც ვეუბნები და სხვებსაც ვეტყვი, ურჩევ და დავუმტკიცებ, რომ ეს ასე უნდა იყოს. განათლებისკენ, წინსვლისკენ, გაბწყინებისკენ უნდა იყოს მიდრეკილება და არა დიქტატურისკენ. ორივე საკონსტიტუციო ცვლილების უბლოკო სტატუსისა და საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრშიც. როგორც გასულ პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავის ნება და დააფიქსირა თავის პოზიცია, ეს გახლავთ ევროკავშირი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, მთავრობას მხარს უჭერს ამ კურსს და ჩვენი მომავალი ქვეყნის მომავალს ვხედავთ ევროპაში. თავისუფალი დემოკრატების კურსი ცალსახად ცნობილია უკვე დაარსების დღიდან თავისუფალი დემოკრატების როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის. ეს არის მკვეთრად გამოხატული პროევროპული მიმართულება, რაც გულისხმობს თავისთავად ნატოში და ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მყარია ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის მთავარი ოფისის და ჩვენი პარტიის ძირითად ხაზს ჩვენ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცია აუცილებლად ვატარებთ. ჩვენ ვართ პატარა ტერიტორიულად სახელმწიფო, მცირერიცხოვანი ერი, ჩვენ ვართ გზაგასაყარზე გეოგრაფიულად, ჩვენ ვართ ასევე ქრისტიანული სახელმწიფო მუსულმანური სამყაროს გარშემოთქმით და ამიტომ ეს არის განუხორციელებადი. მხოლოდ ვისთან ვიქნებით და როგორ ვიქნებით, ისტორიას უნდა გადავხედოთ, კარგად უნდა ავწუნდაწუნოთ და რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგია
ნეიტრალიტეტი, მაგრამ რეალურად ამის განხორციელების საშუალებას, უფლებას არ მოგვცემენ არც ზესახელმწიფოები და არც რეგიონული ლიდერი სახელმწიფოები. სუბლოკო სტატუსი ასევე არარეალურიც არის, არარეალურია. ჩვენი ქვეყანა არის ამ მდგომარეობაში, რომ ფაქტიურად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა. ქართული სახელმწიფო ან უნდა იყოს, ან აღარ უნდა იყოს. ახლა შეიძლება რუკაზე და იმაზე დარჩეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად სახელმწიფო შეიძლება არსებობის ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა. ამიტომ ჩვენი გადარჩენა მე ასე მიმაჩნია და ასე მჯერა, რომ ეს არის დასავლეთთან ურთიერთობა, დასავლური კურსი, რომელიც მიმართულებითაც უნდა მყარად და პირდაპირ ყოველგვარი გადახრის გარეშე უნდა ვიაროთ. ეს არის ჩვენი არჩევანი. რაც შეეხება უპლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, არაეროვნული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის დასახულ მიზანს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენ ვერ შევძლებთ დასავლეთის ზეწოლის გარეშე და ეს ზეწოლა უნდა მოხდეს რუსეთზე, რუსეთთან ხავერდოვან რბილი პოლიტიკა არ ჭრის, როგორც ვიცით, ჩვენ ისტორიიდან გამომდინარეც და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დასავლეთის მეტი ჩართულობით, ასე რომ ჩვენი კურსი ნათლად არის გაცხადებული, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ხარი აქვს ამისთვის დაჭერილი და ამ კურსის შეცვლა არანაირად არ შეიძლება. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მიმარცხენე ალიანსის დევიზი არის ესეთი, რომ ჩვენი თავი ჩვენად გაყურნეს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კი გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებლები და ვცდილობთ რომ ვიყოთ დამოუკიდებლები ქართველები, მაგრამ მეორე მხარე ის არის, რომ პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ქვეყნებთან მიმართებაში ცოტაოდენ ვიჩაგრებით, ასე რომ ვთქვათ. ანუ ჩვენი აზრი არის, რომ არც ერთი ჯარის შენიერთი არ იყოს საქართველოში, ყველასთან მქონდეს მეზობლური, მეგობრული ურთიერთობა. თუ გადავხედავთ ჩვენ სოფლიო ცივილიზაციის განვითარებას და იმ სიტუაციას, რაც დღესდღეობით არის სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, თვალნათლივ ჩანს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორც არის შვეიცარია და მისი მსგავსი სხვა უამრავი ქვეყნები არიან ყოველგვარი ბლოკის გარეშე, არსებობენ დამოუკიდებლად, ვითარდებიან დამოუკიდებლად და წარმატებული ქვეყნებიც არიან და ზეწარმატებული ქვეყნებიც არიან. უბლოკო სტატუსი ჩემის აზრით ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს მესიჯი და განაცხადი მსოფლიო საზოგადოების წინაშე, რომ ის არის ძლიერი სახელმწიფო, ან ფიქრობს ააშენოს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებზე ან რომელიმე ბლოკზე. საქართველოსთვის ეგრეთ წოდებული უბლოკო სტატუსის მინიჭების შესახებ ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. მარიამობის ორკვირიანი მარხვა დაიწყო. მარხვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას უკავშირდება, რომელსაც წმინდა ეკლესია ძველი სტილით 15, ხოლო ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს. ეს მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაული, რომელიც ადამიანს სულიერი ფერისცვალებისკენ უბიძგებს და მარიამობასთან შესახვედრად ამზადებს. მარიამობის მარხვა, ისე როგორც დანარჩენი მარხვები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სულისთვის. თავდაპირველი აღდგომის მარხვა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ დადგინდა. შემდგომ მსოფლიო კრებებზე კი დაწესდა შობის, პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები. ქალწულ მარიამს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთადერთ ქმნილებად აღიარებს, რომლის წიაღშიც იქმნება უფლის დავანება და რომელშიც შემდეგ განხორციელდა საღვთო განძრახა კაცთა მოდგმისა. მარიამობის მარხვა ადამიანს მოუწოდებს მიემსგავსოს ღვთისმშობელს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ლოცვასა და მარხვაში გაატარა.
მუნიციპალიტეტის სოფლის გუნდებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი მიმდინარეობს. ჩემპიონატში თითქმის ყველა სოფლის გუნდია ჩართული. შესარჩევი ტურები სოფლებში გასულ კვირას დაიწყო და მისი მიზანია ყველაზე საუკეთესოს გამოვლენა. შესარჩევი ტურების შემდეგ ფინალში გასული გუნდები პირველობისთვის მიხეილ სალაძის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში იბრძოლებენ. გამარჯვებულები გარდამავალი თასით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან. მინი ფეხბურთის ტურნირი სოფლებს შორის გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელშეწყობით ტრადიციულად ყოველ წელს იმართება, რაც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ემსახურება. ესენი ჩაატარებენ შიდა ტურნის, შესარჩევ ტურნის, ფინალი გაიმართება უკვე მუნიციპალიტეტის ბალანსი არსებულ სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში და შესაბამისად მათთვის კიდევ გაკუთვნილი საჯიბრები, თასები და სიგელები. წარმატებებს უსურვებ თითოეულ გუნდს.